მასზე ძალიან ბევრი გამოკიდებულის ხო რაც მას გაგვიყენებს ჩვენად მოვლენებს და არაჩვეულებრივი
ჩვენი ვარსკვლავების ტელეკომპანია ვარსკვლავსო. ჩვენ ერთმანეთს ვახსენებთ. ის გავუახსენებთ. ესო მოგესალმებით, დიდი მადლობა. აი ასეთ კადრებს აღბეჭდავს ხოლმე არა მარტო ჩვენსაც. ყველა მთელი შოუ ბიზნესის ვარსკვლავებსაც აღბეჭდავს. კი, უყვარს და ხოსაც უთხრათ მადლობა. ვის? იური კობახიძე. აუცილებლად მადლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ. სამების გარიც ცოტა ისეთი გაქრა. გიტარაზე რა რომელი სიმღერა შესრულდა ყველა არის იურის დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლებ მეგობრებს, სახიობებს ამ დღევანდელი დღისთვის. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს, რომელიც ასეთ შესანიშნავ პროექტებს აფინანსებს და ჩვენ ძველი სიმღერები, ახალი სიმღერებთან ერთად ჟღერს ქართველების გულში და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩვენთვის ხაშურლებისთვის. დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს კიდევ ერთხელ. ჩემი ურთიერთობა თუ სუბიექტურად არ გამომივა ინგა ბერაძესთან წლებს ითვლის უკვე, თუმცა ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში გიგი მახსოვს ძალიან კარგად, თუმცა მე გიგიზე რამდენიმე წლით უფროსი ვარ, მაგრამ ეს ვარსკვლავ ბიჭუნა როგორ შემოიჭრა ამ ჩვენს მუსიკალურ სამყაროში ძალიან კარგად მახსოვს. მერე მოხდა ისე რომ ერთმანეთს სხვადასხვა გამოსვლების დროს ხვდებოდით მე, ინგა თავის ვარსკვლავ ბიჭუნასთან ერთად. რაღაცნაირად დავმეგობრდით და ეს გრძელდება წლების განმავლობაში. ინგა რამდენჯერმე იყო ჩემთან ხაშურში, ჩემს ასეთი პროექტი მქონდა ვარსკვლავცვენა და ასევე თბილისში გამართულ საღამოებზე და აი რაღაცა სულ ისეთი შეიძლება დიდხანს ვერ ვნახოთ ერთ-ერთი, მაგრამ გვაქვს ძალიან თბილი და ახლობლური დამოკიდებულება. დღევანდელ საღამოს რაც შეეხება, ამას რა შეფასება უნდა ვიხილეთ არაჩვეულებრივი ტრიო არაჩვეულებრივ ბატონ ნუგზართან ერთად და კარგია რომ ნამდვილი ქართული სიმღერები მოვისმინეთ. ყველაზე მთავარი რაც არის ქართული მელოდიები და ეს იმის დასტურია კიდევ რომ ბევრიც რომ უნდოდეთ მავანთ ქართული დარჩება ქართულად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იყო განსაკუთრებით ჩემთვის, იმიტომ რომ ვარ ხაშურიდან, ჩემი ქალაქია, ჩემი მშობლიური ქალაქი და ძალიან მღელავდი, ნერვიულობდი, თუმცა ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ჩემი ოჯახის წევრები, ახლობლები, ჩემი მასწავლებლები, ჩემი პირველი ვოკალის მასწავლებელიც აქ იყო და ძალიან გამიხარდა ყველას ხელა დარბაზში და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და მადლობა ყველას ამ საღამოს ორგანიზატორებს, მადლობა ნანას, ბატონ თამაზ, ჩვენს ხმის რეჟისორს და მადლობა თქვენ ბატონობეს. ჩვენმა ტრიომ, რამპამ დღეს ხაშურით დაასრულა თავისი ტურნე.
ნუ აღფრთოვანებულები ვართ. აი საოცარი მსმენელი, საოცარი ადამიანები, ძალიან დიდი სითბო, დიდი სიყვარული. და ყველაფერი ესეც საუკეთესო იგრძნობოდა მათი მხრიდან ხურვალე და აში აპლოდისმენტები, ნუ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, ისევე როგორც სხვა რეგიონებშიც, აქაც ასეთივე წარმატებები გვხვდა წილად და უბედნიერესი ხალხი ვართ მართლა ჩვენ უბედნიერესები ვართ ხელოვანები, რომ აი ესეთი შესაძლებლობა მოგცა ჩვენ კულტურის სამინისტრომ და შემოქმედებისმა საქართველოს იმისათვის რომ ჩვენ ხალხისთვის გაგვეხსენებინა ჩვენი მონატრებული ხანგები. დიდი მადლობა ყველას, მინდა ჩემს გოგოებს, მადლობა გადაუხავდათ ჩემს ინგა ბერაძეს, ჩემს ნანა ცხვარაძეს, ჩემს ანის დაზაშვილს, ძალიან დიდი მადლობა ჩემს ნუგზარ კვაშალს, უღრმესი მადლობა საპროდიუსერო კომპანიას. ჯადოსნური ხმები და ჩვენს პროდიუსერს თამას ბატონ თამას კაჯაიას, ასევე ჩვენ ლევანს გამხმოვანებელს და რა თქმა უნდა ჩვენს ბესო ჩუბინიძეს, რომელიც ყოველთვის სულ ესე ვთქვათ სხვადასხვა ღონისძიებების სადარაჯოსია და ჩვენთან ერთად იზიარებს ამ დიდ სიხაროს. მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას. და მინდა რომ ეს გაგრძელდეს კიდევ, მინდა რომ ძალიან დიდი სიყვარული და დიდი საზღვრო ესე ვთქვათ ეს ბედნიერება ვიქცენით ჩვენ ხალხისაგან და გახარებული სახეები ვნახეთ და ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ხალხს ამითი ჩვენ დიდ სითბოს და სიყვარულს ვტოვებთ.